საღამო მშვიდობისა, გამარჯობა თაკო. გაგიმარჯოს ზურა და მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. მიხარია რომ შემოგიერთდით კვლავ. დაგვიბრუნდა ჩვენი თაკო. ცხელი ზაფხული და კიდევ ერთი ცხელი გათამაშება გველოდება წინ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი შედეგებიც ცხელი იქნება. ცხელი დაუკავშირდება აუცილებლად რა თქმა უნდა შედეგებს რომელიც ყოველთვის გვახარებს ხოლმე რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ სოლიდურ თანხებს ვათამაშებთ და ამ შემთხვევაში იგებთ ხოლმე თქვენ რა. მოგესალმებით ყველას რუსთაველის ტელემაყურებელს ლოტო 642-ის მოთამაშეებს. თანხები სერიოზული გვაქვს გათამაშებელი ისევე როგორც ყოველთვის. 9 მილიონს გათამაშებულიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კი ბატონო 9 მილიონს გადასცდა დღევანდელი საპრიზო ფონდი და იგი შეადგენს 519,334 ლარს. 9 მილიონშიც ავირია და ცოტა რო გადაცდება იქეთ მე რა იქნება. ხო სულ ახლახანს 2 მილიონი 2 მილიონი იმას კარგად ვამბობდით. მეორე კატეგორიას რაც შეეხება 206,000 ლარია და წარმატება თქვენსკენ იყოს. დაეიყოს და დაეიღბალს მიზანში მოვარწყათ და 771 ტირაჟი არის დღეს და ვნახოთ ეს 2.7-იანი რამდენად იღბლიანი წარმატება თქვენ. წავედით. ავიწყალოთ ერთად 771-დან ავითვალოთ. 2 1 და ისიც 771 და შენაითვალე ზურა და მე დაგელოდები. მაგრამ ამის დრო არ არის, იმიტომ რომ ახლა 6-ვე ციფრი რა თქმა უნდა სასწრაფოდ უნდა წამოგვეწიოს, იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა თქვენი ყველას ყურადღება არის სწორედ აი ამ ცხელი მომგებიანი ბურთებისკენ მიპყრობილი. და პირველი ბურთი გვაქვს 6 შეგვიერთდა დღევანდელი კი ბატონო და შემდეგი საკმაოდ მაღალი გახლავთ, ის გახლავთ ნომერი 29. ესე იგი გვაქვს 6 და 29 და ველოდებით მესამე მომგებიან ბურთს. და ისიც მესამე მომგებიანი ბურთი 23 მოგურდა და მოკალათდა დანიშნულების ადგილზე. და მეოთხე ვინ ვარო? ვინო? 27 მე ვიქნები 27-მა. 27 კი ბატონო. ესე იგი 4 მომგებიანი ბურთი გვაქვს, მეხუთეც უკვე ჩამოვარდა, მოგურდა ჩვენამდე და ის გახლავთ 25. კიდევ ერთი მომგებიანი ბურთი. ის გახლავთ ნომერი 20, ეს უკვე მე-6 მომგებიანი ბურთია და უკვე ბონუს რიცხვის დროც დადგა. 22 მოთავს და თავის ადგილას მოდი გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ, არ დავარღვიოთ ჩვენი ტრადიცია. მოკლედ ვიწყებთ 6-ით, 29-ით ვაგრძელებთ. 23, 27, 25, 20-ია შემდეგი, 20 შემდეგი და 20 გახლავთ ბონუს რიცხვით. და ბევრი წარმატება, ბევრი იღბალი თქვენ. შედეგები რა თქმა უნდა ძალიან მალე იქნება. შედეგებში ჩვენ გავარკვევთ ახლა რა ემოციები ტრიალებს თქვენს ოჯახებში. ბუნებრივია ჩვენს ძალიან გვაინტერესებს ხოლმე ეს შედეგების ნაწილი. მაგრამ გვაინტერესებს ასევე ის რომ ყოველ სამშაბათს და პარასკევს ერთი ბილეთის ყიდვა მაინც არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ შემდეგ ეს ინტერესი გადაიზრდება მოგებაში, სიხარულში, ბედნიერებაში, რასაც ქვია ჯეკპოტის მოგება, რომელიც აგერ უკვე 1-3 კვირის წინ ჩვენ გავიზიარეთ ყველამ ერთად და თან 9 მილიონი არც თუ ისე ცოტა თანხაა დაბეთან. ნამდვილად ჩვენი საპრიზო ფონდები მოგეხსენებათ რომ მზარდი და მზარდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ რამე მომენტში უნდა მოვდუნდეთ, აუცილებლად უნდა შევიძინოთ ბილეთი და ბილეთს ვიძენთ, რა თქმა უნდა, სათუ არა შეგიძლიათ ელექტრონული ვერსიით საქართველოს ეროვნული ლოტარიის საიტ www.loto.g ეწვიოთ, შეავსოთ თქვენ სასურველი ციფრებით ის და ასევე ლოტოს ჭიხურები, რომელიც განთავსებულია საქართველოს მასშტაბით და სერვის ცენტრებიც არ უნდა დაგვავიწყოს. ძალიან მოკლედ არჩევანი ძალიან დიდია, მთავარია რომ კვირაში ორჯერ სამშაბათისთვის და პარასკევისთვის არ დავივიწყოთ ერთი ბილეთი მაინც. და შემდეგ უკვე დაველოდებით ჩვენ სიხვალს. ნახევარს რომ გადასწდება, აუცილებლად უნდა გვადევნოთ ხოლმე თვალი, იმიტომ რომ ის შედეგები რომელიც აბა რა ხდება, შედეგები უნდა გამოჩნდეს, ჩვენ უნდა ჩავიწიოთ ცოტა. აუცილებელია რომ რა თქმა უნდა გადაამოწმოთ ხოლმე ეს ყველა. და გათამაშდა მესამე კატეგორია 3491 ლარი გაინაწილა ორმა ადამიანმა 1740 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე და მეხუთე მე-6 კატეგორიებში ტრადიციულად ყავს ბევრი გამარჯვებული, თუმცა ჯეკპოტი და მეორე კატეგორია რჩება. ეს იმას ნიშნავს რომ კიდევ უფრო გაზრდილი საპრიზო ფონდი ჩვენ დავბრუნდებით უკვე პარასკევს და თქვენ დაბრუნდებით ბილეთები ხელში. არ უნდა დაგვავიწყდეს აუცილებლად. იგებს ის ვინც თამაშობს. მოგება რა თქმა უნდა შეუძლია ყველას და რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენც ასე რომ იაქტიურეთ ბილეთებით ხელში, შევხვდებით პარასკევს ერთმანეთს. ბედნიერი და წარმატებული საღამო.